პარლამენტის თავმჯდომარე ჟენევაში გაემგზავრა. ის პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია გენერალური დებატები, სადაც შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში პირველი კანონმდებელი პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრებს გამართავს. მაკუნა აბულაძე გვერდდება ჟენევიდან. და ამ წუთებში აიღო სტარტი მსოფლიო საპარლამენტო კავშირის სპიკერების კონფერენციამ, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ იმართება. მასპინძელი ჟენევა გახლავთ 115 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე შეიკრიბა დღეს შვეიცარიაში, მათ შორის რა თქმა უნდა გახლავთ ქართული დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. ბუნებრივია, საკმაოდ ბევრია ის საკითხები, რომლებზეც აქ შეკრებილები ისაუბრებენ, თუმცა ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც ქართული მხარე ამ პლატფორმას გამოიყენებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება. როგორც წინასწარ ცნობილია, დატვირთულია დღის წესრიგი ქართული დელეგაციის, გაიმართება არაერთი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის პირველ სპიკერებთან, ასევე დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის მონაწილეობა გენერალურ დებატებში და მისი სიტყვით გამოსვლა. როგორც უკვე გითხარით, 115 ქვეყანა არის წარმოდგენილი, შესაბამისად ამ შესაძლებლობას ქართული მხარე სხვადასხვა საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენებს, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ახალი შესაძლებლობების გამოყენება. ჩვენ ამ პლატფორმას ვიყენებთ საქართველოს ინტერესების წინ წასაწევად, მათ შორის არაღიარების პოლიტიკისთვის. გვექნება შეხვედრები სხვადასხვა კონტინენტის და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან, სადაც როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე გვექნება საუბარი, ასევე გვექნება საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, გეოგრაფია ძალიან ფართოა ამ ორგანიზაციის, ისიც რომ ყველა ქვეყანა არის თითქმის ამ ორგანიზაციის წევრი. შესაბამისად, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის და სხვა კონტინენტების წარმომადგენლებთან შესახვედრად. შესაბამისად, დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომელიც შეეხება კონფლიქტების და მშვიდობის საკითხს. როგორც უკვე გითხარით, კონფერენცია დღეს გაიხსნა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და დასრულდება. კვირის ბოლოს საკმაოდ დატვირთულია დღის წესრიგი, რომლითაც ქართული მხარე ჩამოვიდა ჟენევაში. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ჟენევიდან, უსმენდით მაკუნა აბულაძეს.